კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში. ასე ეწოდება საზაფხულო სკოლას, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერასმუს პლუსის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ჟან მონეს მოდელის ფარგლებში დღეს გაიხსნა და 14 ივნისამდე გაგრძელდება. საზაფხულო სკოლის მიზანია გაზარდოს სტუდენტთა ცნობიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. ამ სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ცოდნის ამაღლება სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. პროექტის მონაწილეებისთვის მოწვეულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები, დარგის აღიარებული ლიდერები და ექსპერტები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის საინტერესო მნიშვნელოვანი დღე. ერთ-ერთი ჟან მონეს პროექტის ფარგლებში იხსნება საზაფხულო სკოლა და ჩვენს სტუდენტებს ორი საფეხურის ბაკალავრებს და მაგისტრანტებს ეძლებათ შესაძლებლობა, რომ გაიარონ სწავლება ზაფხულის თვეებში, ორკვირიანი სასწავლო კურსი, სადაც გაეცნობიან ერთმანეთს, მოხდება მათი ცოდნის გაღრმავება, ახალი უნარების გამოვლენა, მოხდება მათი საარსებო არეალი, სივრცის გაფართოება და მოემსახურება ზოგადად სტუდენტს, მოემსახურება უნივერსიტეტს და რა თქმა უნდა მთლიანობაში მოემსახურება საქართველოს. ერასმუს პლუსის ფარგლებში ჟან მონეს პროგრამებში ძალიან ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა წარმატებით მოიპოვა ესა თუ ის გრანტი და სხვადასხვა მოდულით მიმდინარეობს მუშაობა. ის რაც დღეს ხდება სოხუმის უნივერსიტეტში გაცილებით მნიშვნელოვანია, ნიშანდობლივია ზუსტად იმისიდან გამომდინარე, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია. სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა რომ ჩვენ არ ჩავთვლიყავით, არ სამინისტრო არ მიგველოცა ჩვენი სტუდენტებისთვის ამ საზაფხულო სკოლის გახსნა. საზაფხულო სკოლა ტარდება ერასმუს პლუსის პროგრამით მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულის სამწლიანი პროექტის ფარგლებში, რომლის ბენეფიციარი ჩვენი უნივერსიტეტი გახდა გასულ წელს 2022 წელს. გასტანს 8 დღეს მოიცავს 34 სალექციო საათს და სხვა აქტივობებს და ტარდება ჰიბრიდულ ფორმაში, როგორც დასწრებით, პირისპირ დასწრებით, ასევე ონლაინ